საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ მეომრებს პატივი გურიაშიც მიაგეს. 9 გმირი ერთი რეგიონიდან. რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული მებრძოლები გურიაში კიდევ ერთხელ გაიხსენეს. ოზურგეთში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ომში დაღუპულთა მემორიალი და ეროვნული გმირის ზაზა დამენია-საფლავი გვირგვინებით შეანგეს. მოგვიანებით კი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა საფლავებზე გავიდა და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს გურიიდან 9 მეომარი შეეწირა. ტკივილიანი დღეა ეს სრულად საქართველოსათვის, თითოეული ჩვენთაგანისათვის. ეს არის დღე, რომელმაც საქართველოს ერთი მხრივ ტკივილი მოუტანა, მაგრამ მეორე მხრივ ძალიან დიდი გამოცდა იყო ქვეყნისათვის, დიდი გამოცდა იყო ჩვენი ბიჭებისათვის, იმ ადამიანებისათვის, ვინც იქ ბრძოლის ველზე დაეცათ და რაც თავარია, აი ამ ადამიანებმა საქართველოს დაუმტკიცეს, რომ მათ ქვეყანა უყვართ, საქართველო უყვართ. დღეს ჩვენ ვიგონებთ ქართველ ჯარისკაცებსა და მებრძოლებს, რომლებმაც თავი გასწირეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის და ჩვენი ვალია პატივი მივაგოთ მათ სახელებს და შევინარჩუნოთ ის, რაც ყველა ქართველისათვის მნიშვნელოვანი არის. ამ ბიჭებმა თავიანთი ვაჟკაცობით შექმნეს ქართული ეპოქა 21 საუკუნის გმირები და ჩვენი მხრივ იქნება ყოველგვარი მხარდაჭერა, რათა მათი სახელები იყოს უკდავყოფილი. ყველა დღე რაც სასახელთანაა დაკავშირებული და რაც მის ჩადენილ გმირობასთანაა დაკავშირებული, ჩემთვის ამის ყოველთვის მტკივნეულიც არის და ყოველთვის ამახელებელია და გულსადგენელი და თანაც რომ მე ასეთი შვილი გავზარდე და ასეთი გმირი, რომელმაც სიცოცხლეც კი გაიმეტა სამშობლოსათვის, ჩემთვის შვების მომგვრელია ის, რომ სამშობლოსათვის გაიხარჯა მის სიცოცხლე. მიუხედავად ამისა, ეს ბორბალი ბედუკურმა დაგვიტრიალდა ჩვენ მშობლებს, დედებს, მაგრამ მე მინდა მაინც აღვნიშნო, თუ ჩვენ შვილებს სიკვდილი ეწერათ, აი ამ ასაკში, ხო? მე ბედნიერი და ამაყი დედა ვარ იმით, რომ ჩემი შვილი სახელოვანი წავიდა. ჩემ შვილთან ერთად ძალიან ბევრი რა თქმა უნდა და მინდა მოუწოდო იმ დედებს თავი აწიონ. ისე შეხედონ ამ ქვეყანას, იმიტომ რომ მათმა შვილებმა ბრძოლის ველზე დალიეს სული. რამე თუ ჩვენი წინაპრებიდან გამომდინარე, ქართველი ყოველთვის მებრძოლი იყო. აქცია, რომელიც 7-8 აგვისტოს ბოლო 10 წლეული საქართველოში ყველაზე მძიმე დღეებს ეძღვნებოდა, ქართული ოცნების ოფისიდან დაიწყო. კოალიციის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები და თავად კოალიციის ხელმძღვანელები, ასევე პარტიის მხარდამჭერები ნელი მსვლელობით ოფისიდან დაიძრნენ, ჯგუფს წინ ტრანსპარენტებით მიუძღოდნენ. მსვლელობამ ქალაქის ცენტრალური ქუჩა გაიარა და ომში გმირულად დაღუპულ მეომართა მემორიალთან დასრულდა, რომელიც ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს. ყვავილებით იქნა შემკული გმირი მეომრის ზაზა დამენია-საფლავიც. დღეს პატივი მივაგეთ მემორიალს, ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს ყვავილებით ჩავამკეთ, ასევე საფლავის ზაზა დამენიასი და მწუხარება გამოთქვით აი ამ ფაქტის შესახებ და ყველა იმ ოჯახს უთანაგრძობთ, რომელმაც და გმირები შეგვძინეს, ესე ვთქვათ, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანი შეეწირა ამ ომს. დღეს შევიკრიბეთ, რათა პატივი მივაგოთ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს. დღეს ძალიან მძიმეა ამ ადამიანებზე საუბარი და მოკლედ დუმარი აქციით შემოვიფარგლეთ. მინდა რომ გამოვხატოთ ჩვენი თანადგომა, დიდი სიყვარული მათ დანატოვარ ოჯახების მიმართ და ჩვენ ყოველთვის გვიმახსოვრება აგვისტოს გმირები.